როგორც იქნა OpenAI-მ ნაბიჯი გადადგა და Google-ის Nano Banana Pro საპირწონე ფოტოგენერაციის ახალი მოდელი გამოუშვა, რომელიც განხილვად ნამდვილად ღირს, იმიტომ რომ არც თუ ისე ცუდია განსხვავებით წინა მოდელებისა. GPT 1.5, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც უფასო, ისე ფასიანი მომხმარებლებისთვის და ასევე API-ში დეველოპერებისთვის. მოკლედ, ზედმეტი საუბრის გარეშე პირდაპირ გაუმჯობესებული ფუნქციონალები. პირველ რიგში, ბევრად უფრო სწრაფია ვიდრე წინა მოდელები, მეორე რიგში ინსტრუქციებს ბევრად უფრო ეფექტურად და ზუსტად ასრულებს ვიდრე წინა მოდელები, რასაც ეთქვით ზუსტად იმ არეალში შეაქვს ცვლილებები. რედაქტირებისას დეტალებს ინარჩუნებს ბევრად უკეთ, ისეთ დეტალებს როგორიცაა განათება, კომპოზიცია, ადამიანის სახეები, ლოგოები, ბრენდინგი ზოგადად და ის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ზუსტ რედაქტირებაშია უკეთესი, შესანიშნავად ართმევს თავს რამის დამატებას ფოტოში, ამოშლას, კომბინირებას, ბლენდინგს, სტილის ცვლილებას და ზოგადად ტრანსფორმაციასაც კი. ტექსტის რენდერინგი შეუძლია, როგორც იქნა მცირე ზომის ტექსტები პოსტერებში, გაზეთებში და სხვაგან, უბრალოდ ქართულად ვერ აკეთებს. უფრო ნატურალური და რეალისტური შედეგები აქვს კომპლექსურ სცენებში, განსაკუთრებით ფოტორეალიზმში. მოკლედ, ამ წუთის მდგომარეობით Google-ის Nano Banana Pro-ს კონკურენციას უწევს, თუმცა იმას ვერ ვიტყოდი ჯერჯერობით, რომ ამარცხებს. ახლა კი რამდენიმე კონკრეტულ use case-საც გეტყვით, რომ იცოდეთ უკვე რას უნდა მოელოდეთ ამ მოდელისგან. მოკლედ, შეგიძლიათ ფოტოების რედაქტირება და ვირტუალური try-on-ები, ტანსაცმლის, თმის ან მაკიაჟის ცვლილება რეალისტურად, სახისა და პოზის ცვლილების გარეშე. ფოტოების სტილის ტრანსფორმაცია. ფოტოების გადაქცევა რეტრო სტილში, ანიმეში ან რაღაცა კონცეპტუალურ სცენებად. Use case-ები, რომელიც ფიქსირდება მარკეტინგსა და ბრენდინგში, ბრენდის კონსისტენტურობით, პროდუქტის ვარიანტების შექმნა ერთი ფოტოდან, ლოგოების ვარიაციების გენერირება, კატალოგების და სარეკლამო პოსტერების, რაც მთავარია. დიზაინში და კრეატიულ ნაწარმში გაცილებით უკეთ გამოიყურება უკვე ეს მოდელი, რადგანაც როგორც გითხარით, შეუძლია პოსტერების გენერირება, ინფოგრაფიკების შექმნა, UI მოკაპების გამზადება, კომიქსები და სხვა, ტექსტის ინტეგრაცია, ბილბორდები, გაზეთები, პოსტერები და სხვა, ზუსტი ტექსტებით. და ბოლოს, ადამიანებისა და ობიექტების განთავსება ახალ გარემოში, რეალისტური განათებითა და პერსპექტივებით. მოკლედ, გირჩევთ, რომ აუცილებლად დატესტოთ ეს ახალი მოდელი და იფიქროთ თუ როგორ შეიძლება თქვენ საქმიანობაში ინტეგრაცია მოახდინოთ